ახლა უნდა გასწავლოთ საინტერესო რაღაც. ყურადღებით, ისევ ავირჩევ მონაკვეთი ფიქსირებული სიგრძით, მოცემული სიგრძით და დავაწყაბებ. და სიგრძეში, კოლეგებო, ავირჩევ პარამეტრს. ხო, შეიძლება სიგრძე ფიქსირებული კი არ იყოს, პარამეტრი იყოს. მაგალითად იყოს x და x იცვლებოდეს რაღაცა საზღვრებში, ხო? დიახ. ან ავირჩევ მაგალითად a პატარას. a ინგლისურად. a პატარა. სიგრძე იყოს a პატარა. და დავაწყაბებ დიახ. ნახეთ ახლა მეუბნება, შექმენი სრიალაო, ანუ სულ არ შეძლო. დავაწყაბებ შექმენი სრიალი. დიდი ბოდიში. ბატონო? შევსავიდან დავიწყოთ. შევალთ მონაკვეთი მოცემული სიგრძით, დავაწყაბებ, რომ ეს ინსტრუმენტი რომ ავიყიდო ხელი და ავიღო. დავაწყაბებ, საიდანაც უნდა დაიწყოს და მეუბნება, რა სიგრძისა იყოსო? აქ უკვე რიცხვს მუდმივას კონსტანტას კი არ ჩავწერ, არამედ ჩავწერ ცვლას. მაგალითად 100 ლათინურად. და 100 ტოლი იყოს მეთქი, დიახ. ეხლა მეუბნება, ცვლადი სრიალა შექმენიო და დავაწყაბებ შექმენი სრიალა მეთქი. და ნახეთ სრიალა შექმნა. ხედავთ? ნახეთ ახლა სრიალას თუ შევქმნი, სრიალა -5-ში გადადის, ახლა -5 სიგრძე ხომ არ იქნება. ამიტომ 0-მდე არ იცვლება, 0-ზე რომ მივა არის 0-ის წერტილი და მერე იწყებს ცვლილებას. 5-ის ტოლი. შევუცვალოთ ამ მონაკვეთს ფერი. თუ არ გამოგივათ, მითხარით. შევუცვალოთ ფერი, ავირჩიოთ მაგალითად რა ფერი იყოს. მაგალითად მუქი მწვანე. გავამუქებ ხაზს ცოტათი. აი ასე. გამოვიტან მის მნიშვნელობებსაც. აბა მოამზადეთ თქვენც. აი ბოლოები თუ გინდათ კარგად გამოგიჩნდეთ, შეგიძლიათ ბოლოებსაც წერტილზე დააწყაპოთ და წერტილებს შეუცვალოთ ფერები. მონაკვეთის ბოლოები თუ გინდათ გახსიროს. ბატონო? არ გამოგიჩნდა. არ გამოდის. კარგით, მე დავამუშავებ. არა, თავიდან გავაკეთებ, აბა ყურადღებით. კარგით, მადლობა. ავირჩიე მესამე ინსტრუმენტი მონაკვეთი მოცემული სიგრძით. დავაწყაბე. ეხლა მეუბნება სიგრძე და აქ ჩავწერ რამდენს? b-ს მაგალითად. მაგალითად კი ბატონო, ლათინურად. დიახ. ეხლა მეუბნება შექმენი სრიალაო. შევქმენი სრიალა და კი ბატონო, ეხლა გავაკეთე, ზუსტად იგივეს ვაკეთებდი და დააწერე რიცხვიო, ჩაწერე რიცხვი. მოდი ეხლა წავშლი ამ მეორე სრიალას, არ მინდა და ამასაც წავშლი ზეპლიც. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ამ მონაკვეთის სიგრძის შეცვლა, ფერის შეცვლა, არამედ სრიალას ფერის შეცვლაც. ნახეთ, დავაწყაპოთ სრიალას. სად არის სრიალა? სადაც შექმენით იქ არის. მე არა, სადაც შექმენი, კარგი, აი დიახ. შექმენი სრიალა. აჰა. ხო. ეხლა მომცა. აი და მე ჰორიზონტალურ მონაკვეთს ქმნის. არა, თქვენ საითაც გინდათ იქით მიუქცევთ მეორე ბოლოს. გადაადგილეთ თქვენი ნება, აი ბატონო, საითაც გინდათ. აჰა, კი, გავაკეთე. ეხლა სრიალაზე დავაწყაპოთ და მოდით სრიალას ზუსტად იმ ფერს მივცემ, რა ფერიც მონაკვეთია, რომ ერთმანეთთან შესაბამისობა რომ მქონდეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე მონაკვეთი გავაკეთე. ოდნავ ღია ფერი აირჩია. იმიტომ რომ მივხვდე რომ ამ მონაკვეთის შესაბამისი სრიალა ეს. ნახეთ ახლა სრიალას თუ ავამოძრავებ, ესეც ამოძრავდება. ხედავთ? და ორივეს რატო ეცვლება სიგრძე? იმიტომ რომ ამ მონაკვეთის სიგრძეთ მითითებული გვაქვს a პარამეტრი. და პარამეტრი რომ იცვლება, მაღლა სრიალა მნიშვნელობა პარამეტრისა, მაღლა და დაბლა არის მონაკვეთი. სრიალა არის პარამეტრის მნიშვნელობა. x-ი რო აიღოთ და ცვლაც რომ შეუცვალოთ სახე, ხო? მონაკვეთის სიგრძე იყოს a. a-ს მნიშვნელობა თუ შეცვალეთ, შეიცვლება თუ არა მონაკვეთის სიგრძე? რა თქმა უნდა. და აი ამას ვაკეთებ. ეხლა ნახეთ
პარამეტრს მინუსიანი მნიშვნელობები აქვს და მონაკვეთზე ხო რაღაცა შეუსაბამოა ესა. კი ბატონო. ხო? ამიტომ მოდით შევცვალოთ პარამეტრს ამ სრიალას მნიშვნელობები. ამისათვის სრიალაზე დავაწყაპოთ მარჯვენა ღილაკი. ხედავთ? დიახ ბატონო, დავაწყოთ. გამოსვით პანჯარაში დავაწყაპოთ თვისებებს. სრიალას თვისებებში გადავიდეთ. მარცხენა ღილაკით დავაწყაპოთ თვისებებს. მარჯვენა. ჯერ მარჯვენა, გამოვა პანჯარა და მერე თვისებებს მარცხენა. დიახ, ეგ ვიკითხე, დიახ. კი ბატონო. ნახეთ რა გამოვიდა ახლა, ახალი პანჯარა გამოვიდა, გამოვწერთ ცოტა აქეთ პანჯარას. ნახეთ სრიალას მინიმალური მნიშვნელობა -5-ო, მაქსიმალურიო 5-ო. აქ ჩავდგები და შევცვლი. მინიმალური მნიშვნელობა იყოს 0, მაქსიმალური იყოს რამდენი? 15 დავუშვათ. ეხლა ანიმაციის ბიჭს თუ არ მიუთითებთ, ისევე დარჩება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ανიმაციის ბიჭიც მიუთითოთ თუ გინდათ. თქვენი ნება, მაგალითად, ბიჭი საწერია. 0. აი შეხედეთ ჩემს ეკრანს და დაინახავთ. დაუშვათ 0.1. ან შემიძლია ბიჭად ერთიანი მივუთითო. თუ დაინახეთ. ხო, გამოსაწერილი მნიშვნელობა, მაქსიმალური მნიშვნელობა და ანიმაციის ბიჭი. გაშალეთ ხოლმე ეკრანი, რომ კარგად დაინახოთ. მერე ნახეთ, აქ ფიქსირებული რაღაცები არ გინდათ, ანიმაციის სისწრაფე შეგიძლიათ შეცვალოთ და ნახეთ, ანიმაცია რხევადი რომ არის, გაიზარდოს, დაპატარავდეს. ჯერ ანიმაცია არც კი ჩაგვიყავს ჩვენ და დავანებოთ თავი ამას, მოდი იყოს რხევადი, გაიზარდოს, დაპატარავდეს. სხვას არაფერს არ შეეხოთ. ესე იგი, მინიმალური დავწერეთ, მაქსიმალური დავწერეთ და ბიჭი ავირჩიეთ ერთი სტოლი. გამოვხდოთ. ნახეთ ახლა რა მოხდება. აი ნახეთ აბა ცვლილება როგორ დაიწყო. აბა ამოძრავეთ. ამოძრავეთ? რას ვამოძრავთ ახლა? სრიალას. დიახ. პარამეტრი. აიზარდა მონაკვეთი გაცილებით, რაც ფლოსრით. სრიალა იგივე ზოგი. კი, გავაკეთეთ. უფრო საინტერესო გახდა, ხო, მე მგონი? კი. კარგი, გადმოვა ადგილებ აქეთ მარცხნივ დავდებ და ეხლა მოდი რა ვისწავლოთ, იცით? ახალი რამე ვისწავლოთ ეხლა. სახელები შევცვალოთ. არა. პანჯარა დავხუროთ. არაფერს არ ვხურავ. მარჯვენა პანჯარა კი. კი, თვისებები გამოვხდოთ ახლა. ხო დავაყენეთ ჩვენთვის სასურველ სიდიდეებზე. მნიშვნელობები პარამეტრისა. ნახეთ ახლა რა ვქნათ. ამ მონაკვეთს რაღაცა I-Ž კი არ მინდა ერქვას. AB მონაკვეთი ერქვას. ხო? როგორ ვცვლით სახელებს, ნახეთ. შემიძლია დავაწყაპო მარჯვენა ღილაკი და გადაარქვი სახელი. აქ დავარქვა. თვითონ ტრფეზე, მონაკვეთზე, მარჯვენა ღილაკი. მონაკვეთის ბოლოზე, წერტილზე. A დავარქვი და მეორე ბოლოს დავარქმევ მარჯვენა ღილაკს რომ დავაწყაპებ, გადაარქვი სახელი და დავარქმევ B-ს. დიახ. აბა ნახეთ რა გავაკეთე. გამოვიდა AB მონაკვეთი. დიახ, AB მონაკვეთი. ახალი სახელწოდება რიცხვი. აი ნახეთ, წერტილზე მარჯვენა ღილაკი, გადაარქვი სახელი. მერე ამაზე ეხლა თუ მონაკვეთზე მინდა შევცვალო, მონაკვეთს დავაწყაპებ მარჯვენა ღილაკს და გადაარქვი სახელიო. და სახელად აქ ჩავწერ AB-ს. ანუ სახელი შეცვლა შეგიძლიათ ყველაფრის. კი ბატონო, კი ბატონო. სახელი შეცვლა შეგიძლიათ ყველა ობიექტისთვის და ეგ გაჩვენეთ. გადავიდეთ ახლა შემდეგზე. ნახეთ. აი აქ ბოლოდან მეორე პანჯარა, აი სრიალა რომ გამოჩნდა. ბოლოდან მეორე, ჩემთან მესამეა, მაგრამ თქვენ ბოლოდან მეორე გეკნებათ. დიახ, ბოლოდან მეორეა ჩვენი. და ტექსტი რომ არის ის აირჩიეთ. ტექსტი. აირჩიეთ ტექსტი. დიახ, ტექსტიც არის. დავაწყაპოთ ახლა ტექსტი. დიახ, ტექსტი, დიახ.
დააწყაპეთ ტექსტი აირჩიეთ და აი აქ დავაწყაპოთ. და გამოვიდა ტექსტი. ეს ტექსტი სადუნემოზე ჩამოვჭი. ბოლოდან მეორე ფანჯარაში დააწყაპეთ სამკუთხედზე, ჩამოიშლება და ავირჩიოთ ტექსტი. ხედავთ ხო ტექსტი? დიახ, დააწყაპეთ. მერე თუ დააწყაპებთ სახატავ არეზე, გამოჩნდება ტექსტის ჩასაწერი არე. დიახ, ნახეთ ახლა აქ რას ჩავწერ? მარჯვენაზე აწყებებ თუ მარცხენაზე? მარცხენა. მარცხენა. აქ ტექსტს დავასათაურებ ამ ნახას. მონაკვეთის ქართულად ავწერ. მონაკვეთის რა ვაკეთებ? შევედი ბოლოდან მეორე ფანჯარაში. ავირჩიე ტექსტი. დავაწყაპე მერე მარცხენა ღილაკით აი ამ სახატავ არეზე და ასეთი ფანჯარა გამოვიდა, რედაქტირება აწერია. დიახ, დიახ. შიგ ჩავწერ მონაკვეთის აგება. აქ ჩავწერ მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. აჰა, მონაკვეთის აგება დავწერეთ. მოცემული, დიახ, სიგრძის მონაკვეთის აგება. ბოლოდან მეორე ფანჯარაში რომ შეეხვალთ და დააწყაპებთ, გამოვა ტექსტი, დააწყაპეთ ტექსტს, მერე სახატავ არეზე დააწყაპეთ მაუსის მარცხენა ღილაკით და რომ გამოვა იქ ფანჯარა, რედაქტირება რომ წერია, მის შიგნით ჩაწერეთ მონაკვეთის აგება. გასაგებია? დიახ, დიახ, ჩავწერეთ კაცო. ძალიან კარგი და დავაწყაპოთ დიახ. დიახ. მონაკვეთის აი, ტექსტი დაიწყო. დიახ. ნამდვილად დაეწერა. კი ბატონო. ეხლა მოდით ამ ტექსტის სიდიდე შევცვალოთ. დავაწყაპოთ ამ ტექსტზე, ზედ დავაწყაპოთ, აი ამაზე მარცხენა ღილაკით. უკან დაბრუნება როგორ გავაკეთო? ანდუ ღილაკით. ანდუ. მაღლა შეცვლა რომ აწერია. კარგი. ამის შემდეგ დავტოვოთ ეს ინსტრუმენტი ამ ისრით და დავაწყაპოთ ამ ტექსტს. ნახეთ, ტექსტი ზუსტად ისევე გააქტიურდა, როგორც ფერებს რო უცვლიდით ობიექტებს. აბა გააქტიურდა თუ არა, გამოჩნდა თუ არა რაღაცა ფანჯრები? დიახ, გამოჩნდა. დავიწყოთ. პირველი X-ი რომ უჩანს, ეს არის ბატონო. ხომ არ ჩამორჩა ვინმე? ფერია იქ. ახლა ვერ მივხვდი მე. აწერეთ, წარწერა, ტექსტი გააკეთეთ? კი, კი, ტექსტი დამეწერა. აი, ამის მერე დააწყაპეთ ისარს, რომ ეგ ინსტრუმენტი მოვიშოროთ. ისარს მოვიშორე უკვე, ხო? დიახ, მოვიშორეთ ინსტრუმენტი და მერე დავაწყაპოთ ამ ტექსტზე. დიახ, დიახ. თვითონ ტექსტს რომ დავაწყაპეთ, რაღაცა ფანჯრები გააქტიურდა. შევიდეთ აი ამ X-ი. არ გამოჩნდა არავით, არ გამოდის ფანჯარა არაფერი. Z ტექსტზე რომ დადგებით, გააქვთ დადებული ტექსტი? დიახ, მონაკვეთის აგება დავაწერეთ და ვაწყაპდეთ მონაკვეთის აგებაზე. რაღაც ჩარჩოდავარეში. აი ეს უჯრები არ გამოჩნდა? ეს წარწერები M, D, მცირე არ გამოჩნდა. არ ჩანს ჩემთან და რა ვქნა. თუ არ ჩანს, მაშინ სახატავი არეს გვერდით რომ სამკუთხედია, იმას დააწყაპეთ და გამოაჩინეთ. სახატავი არეს გვერდით სამკუთხედი. რა გამოვაჩინო? სახატავი არე ხომ აწერია თავზე? კი. სახატავი არეს მარცხნივ ხომ არის პაწაწინა სამკუთხედი? კი. დააწყაპეთ და გამოგიჩნდება. რა გამოჩნდება? აი დავაწყაპეთ და რა უნდა გამოჩნდეს? X-ი, A, მცირე რაღაცა ინსტრუმენტები. კი. მე ზედ იმაზე ვეცებდი ტექსტზე. ვაგრძელებთ ახლა. მონიშნული გვაქვს ტექსტი და ახლა ტექსტის რედაქტირება უნდა მოვახდინოთ. ნახეთ, პირველი ეს X-ი რომ აწერია, ფონის ფერს გვიცვლის. აი ფონის ფერს მაგალითად ავიღებ, აი ასეც. შეხედეთ როგორ შეცვალა? აბა შეცვალეთ.
რა ფერიც გინდათ, ის ფერი დააყენეთ. კი ბატონო. ესე იგი, ამას იმიტომ ვსწავლობთ, რომ თუ კი გინდათ რამე მაღალხარისხიანი პროდუქტი მოამზადოთ, იცოდეთ და თუ არ გინდათ, ნუ გამოიყენებთ, ახლა არავინ არ გაძალებთ ამას, მაგრამ თუ კი გინდათ, რომ რაღაცა კარგი შექმნათ სახელმძღვანელო რესურსი, შეგიძლიათ ესეც იცოდეთ. პირველი ფონს ცვლის, მეორე ცვლის წარწერას თვითონ. აი წარწერა გავაკეთე ისე კი ბატონო. მოდი, მე ლუპს გავაკეთებ. ეხლა გავამუქე და დავხარე, ან არა და ავირჩიე დიდი წარწერა. აბა როგორია? მოდი ეხლა რომ გავივარჯიშოთ, კიდევ შევიდეთ ტექსტში. დავაწყაპოთ ტექსტი. შემდეგ აი ამის ქვეშ დავაწყაპოთ და ნახეთ აქ რა დავწეროთ. თქვენ მონაკვეთს რაც ქვია, ჩემსაც ქვია AB, AB ტოლია. თქვენსაც რა ქვია? CD ტოლია. კი ბატონო, და ნახეთ ეხლა რა უნდა ვისწავლოთ, იცით? აბა დააკვირდით ამას, ობიექტები რომ აწერია აქ, ობიექტები ხედავთ? დიახ. აი ამას ჩამოვშალოთ და ლიფტით ჩამოვიდეთ დაბლა. თქვენი მონაკვეთის სიგრძეს რა განსაზღვრავს, ხო? აი ეს სრიალა განსაზღვრავს. და აპატარა. აი აზე დამოკიდებული გავხადოთ ეს. ნახეთ აბა, დააკვირდით მაღლა ხო ჩაწერეთ. AB ტოლია და მე 100 მნიშვნელობა ჩაიწეროსო და დაბლა მიმოხილვაო, ანუ როგორც უნდა გამოჩნდეს, აბა რა ჩაიწერა იქ? CD-6 ჩაიწერა კვეთის. ხო, კარგი რამეა. მოდი, აბა დავაწყაპოთ. დიახ. ნახეთ რა დაგვეწერა. აბა სრიალა შევცვალოთ. იცვლება თუ არა მისი მნიშვნელობა? დიახ. მიხვდით როგორ დავაკავშირეთ ერთმანეთთან? დიახ. შვენიერია. მოდი ახლა დავტოვოთ ეს ინსტრუმენტი ტექსტისა ისე ვისარზე დაწყაპებით და ტექსტ ამასაც შევუცვალოთ სიდიდე და ფერი. უკვე იცით როგორ შეცვალოთ, ხო? დიახ. ჯერ ფონი შევცვალოთ. მერე ასოები შევცვალოთ რა ფერი იყოს. გავამუქოთ. გავადიდოთ. და მივადგათ ამას ქვეშ. აი რა ვიცი, მე მგონი უკეთესი რაღაცა გამოგვივიდა, ხო? დიახ. გაფორმებას ვსწავლობთ ჩვენი რესურსისა თან. არა მხოლოდ აგებას რა უნდა, ჩვენ კი არ ვაგებთ, ინსტრუმენტები აგებენ და ჩვენ რაღაცა რესურსებისთვის ვაფორმებთ კიდეც. ეხლა წაშლა თუ მინდა მოვნიშნავ და დილით ღილაკით წავშლი. კარგი, მოდი ეხლა დანარჩენ მონაკვეთებს წავშლი, აი ეს ზედმეტები აღარ მინდა მქონდეს. მხოლოდ აი ეს მოცემული სიგრძის მონაკვეთი მინდა, გავასუფთავებ ამ რესურსს მთლიანად. თქვენც გაასუფთავეთ ის წეღანდელი მონაკვეთები და წერტილები წაშალეთ. მარტო ეს რომ დაგვრჩეს, ლამაზად გადმოიტანეთ ცენტრალურ ადგილას. აი ასე. აი ამათ მოვკიდებ ხელს და ყველაფერს გადმოვაცრებ, ამას მოვწევ აქეთ. რისთვის ემზადებით, იცით, ეს ჩვენი რესურსი უნდა ავტვირთოთ ჩვენს ონლაინ გვერდზე, რომ მე გაზიარებაც შევძლოთ სხვებისთვის. კარგი. ნახეთ ახლა კიდევ რა შეგვიძლია. შემიძლია დავაწყაპო სრიალაზე მარჯვენა ღილაკით. გამოგიჩნდათ ფანჯარა. და დავაწყაპოთ ანიმაციის ჩართვა. აბა ნახეთ რა ხდება. ატყობთ რა ხდება. დარბის ეს ჩვენი ისა. კი ბატონო. აი ანიმაცია აქ არის, ნახეთ, პაუზა რომ აწერია, გავაჩერებ ახლა. გავაჩერებ და ხელთან შემიძლია ვამოძრაო. ძალიან ნახტომები ვითხოვ არ დადის, თუ გინდათ უფრო
აი რბილად იმოძრაობს, მერე ბიჯს გამოურთავდით ანიმაციას. სად არის პაუზა, საცილით უნდა. დაბლა, სულ დაბლა. სახატავი არის დაბლა. პაუზა აწერი, აი აქ კუთხეში. ხედავთ? ორი პატარა ხაზი ნიშნავს, რომ გაშვებულია ანიმაცია და თუ დააწყაბებთ, გაჩერდება. ხო, მაგრამ პაუზა და რაღაც ეხლა ჩანს ხო მიაგენით, ხო? მოდი ეხლა აი თქვენსავით რომ არ დაიბნეს სხვა ან მომხმარებელი, კიდევ ერთი ტექსტი ავიღოთ. დავდგეთ აი აქ და ამას დავაწეროთ ანიმაციის ჩართვა. ბოლოდან მეორეში შევედით და ანიმაციის ჩართვა. დავაწერეთ, დიახ. ნახეთ, აქ დავაწერ ანიმაციის ჩართვას, რომ ადვილად მიაგნოს. ამის შემდეგ დააწყაბეთ ამის სარზე, რომ ეგ ტექსტის ინსტრუმენტი მოიშოროთ. დიახ არ მივცეთ ქალბატონო ანიმაციის. კი, რა თქმა უნდა, კი. შემდეგ დააწყაბეთ ამის სარზე, რომ მოიშოროთ ეგ ინსტრუმენტი და დააწყაბეთ ანიმაციის ჩართვას და შეუცვალეთ ფერები. აი ჩარჩოს ფერი, შემდეგ ამისი ფერი, წითელს ავიღებ, რომ კარგად გამოჩნდეს, გავამუქებ და ცოტათი დიდს ავიღებ საშუალოს. აი ასე, რომ მიაგნოს ვინმე და არ დაიბნეს. თუ დახმარება გინდათ, მითხარით, არ მოგერვიდოთ და ვეცდები დაგეხმაროთ. გავამზადე უკვე აი ეს მონაკვეთის აგება, ნახეთ ანიმაციის ჩართვა თუ მინდა ჩავთავ, თუ მინდა გამოვთავ. და ეხლა მე მინდა რომ ეს ყველაფერი ავტვირთო ჩემს ონლაინ ფაილში. მეგობრებო, ეხლა ჩვენ თუ გვინდა ლამაზი სახით გამოისახოს, აი ეს ალგებრის ფანჯარა სრულიად ზედმეტია, ამიტომ ამას გამოვთავ. და ეხლა მოვაწესრიგებ ამას როგორც მინდა რომ დავაყენო. ნახეთ, მოვწევ ლამაზად და დავაყენებ ასატვირთ სახეზე. აი ასე. გავამზადე ასატვირთად და ეხლა მოდი შევინახავ აი ამ ფაილს. ფაილი დავაწყაბებ. შეინახე როგორც ავიჩებ დესკტოპს. დავაწერ სათაურად მოცემული სიგრძის მონაკვეთის გება და შენახვა. ნახეთ, რესურსი შევქმენი მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. ალგებრის ფანჯარა დავმალე, რა თქმა ეხლა რესურსი მინდა ლამაზად გამომიჩნდეს. შესანახად დავაწყაბებ ფაილი. როგორ მალავთ? ალგებრის ფანჯარას როგორ მალავთ? X-ით გამოვთეთ. X-ით ჩვეულებრივად, ხო, კი ბატონო. მერე ფაილი, მიწიეთ მოწიეთ ისე რომ ლამაზად დააყენოთ ეგ ყველაფერი, რომ გამოჩნდეს. ამის შემდეგ ფაილი შეინახე როგორც შემდეგ დესკტოპი, სახელი დავარქვი მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება და დავაწყაბე შენახვა. ნახეთ, უკვე შენახული გაქვსო და გადავაწერო და კაი გადააწერებდი. ნახეთ, აი აქ მაქვს შენახული ეს ფაილი უკვე, ხო? გადავდივართ ონლაინ ვერსიაზე GeoGebra.org. აქედან გავიდეთ ამ ჩვენ დაინსტალირებული GeoGebra-დან? არა, მანდედან იყოს ეგ თავისთვის, უბრალოდ დააწყაბებთ Google Chrome-ს, ან ჩაკეცეთ ეგა მინუსით. არაფერი არ გამურთოთ, მინუსით ჩაკეცეთ. მერე გახსენით აი ეს Google Chrome-ი და ჩაწერეთ GeoGebra.org და დააწყაბეთ. აჰა, თუ გნებავთ, ჩაგიგდებთ ჩატში. ნუ თქვენთვის ძალიან ბევრი სიახლეა და შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ რთულად, მაგრამ ერთჯერ რო გააკეთებთ, მერე მეორეჯერზე მერე გაგიიორდებათ. ნახეთ, ჩაგიგდებთ GeoGebra.org. ამის შემდეგ გამოჩნდება ალბათ თქვენი გვერდი, თქვენი სურათი გამოჩნდება ალბათ, ხო? გახსნა ვინმე თავისი ონლაინ გვერდი? კი, გავხსენით, კი. მშვენიერია. დავაწყაბოთ პროფაილს.
profile. თქვენს პროფაილზე გადადით. ამის შემდეგ ჩვენი რესურსი რომ ავტვირთოთ, ვიქცევით შემდეგნაირად. უნდა დავაწყაპოთ +create შექმენიო. შეხედეთ, ჩემი სახელი და გვარის ქვეშ წერია პლუსი. ხედავთ? დიახ. ჩვენც ვნახავთ. დააწყაპეთ თქვენს გვერდზე პლუს. დავიწყოთ ატვირთვა. დავაწყაპოთ +create. და ავიჩიოთ ბოლო ვარიანტი upload ატვირთვა. დავაწყაპოთ uploads. და ეხლა გვეუბნება რა ავტვირთო. ვაწყაპებთ choose file, აირჩიე ფაილიო. აი ამ შევედი უკაცრავად შევედით ეხლა რა გავაკეთო? გადადით პროფაილზე, პროფილე, მარცხენა მხარეს. შემდეგ დააწყაპეთ +create, თქვენი სახელი და გვარის ქვეშ რომ პლუსი წერია. +create. მერე დააწყაპეთ სულ დაბლა რომ არის upload. და მერე choose file. ამის შემდეგ გამოვა თქვენი დესკტოპი. მოძებნეთ აი ეს ფაილი, რაც დავარქვით მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. სად არის? ნახეთ მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. დავაწყაპოთ ამას და open ალბათ. open. და ნახეთ აიტვირთა უკვე. ეხლა გამოვიდა ასეთი რამე, სახელი დაარქვიო. title არის სათაური. გამოგიჩნდათ ასეთი სახით? კი, თარა დავარქვათ, იგივე დავარქვათ? დავარქვათ იგივე სახელი. მოცემული. მონაკვეთის აგება. ანუ ჩვენ რესურსი არა მხოლოდ შევქმენით, არამედ პორტალზეც განვათავსებთ. დააწერეთ სათაური. მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. კი ამას ბატონო. ვიწერ მე ახლა ყოველთვის. კი ბატონო. სათაური, title ნიშნავს სათაურიო და სათაური დავარქვით. ამის შემდეგ ნახეთ მაღლა აწერია save. შენახვა. დავაწყაპოთ save. და saving ინახება. შევინახეთ. ეხლა თუ კი მინდა უკან დავბრუნდე, შემიძლია დავაწყაპო GeoGebra-ს. აი აქ სიტყვა GeoGebra-ს. სიტყვა და GeoGebra. გადავიდეთ ჩემს პროფაილზე. აბა დავაკვირდეთ ეხლა ამიტვირთა თუ არა. აი შეხედეთ. ატვირთა? დიახ, ჩემთან ატვირთ. კი. ოღონდ ნახეთ, ეგ გაზიარებული ჯერ არ არის. და შეარეთ with link-ო, მხოლოდ ბმულით არის გაზიარებული. მოდი გამოვაქვეყნოთ ახლა. ნახეთ როგორ გამოვაქვეყნოთ, რომ სხვებმაც ნახონ. დავაწყაპოთ აი ამ სათაურის გვერდზე 3 წერტილი რომ არის. ხედავთ, ხო? 3 წერტილზე ვაწყაპებთ მარცხენა ღილაკით. დიახ. და ამის შემდეგ ვაწყაპებთ publish. პირველი ხო? publish. ხო. ვაწყაპებთ. და ნახეთ პირველი არის აღწერაო რა არისო. და მოდით აქ დავარქმევ ახლა ქართულადაც შემიძლია დავაწერო იგივე სათაური მონაკვეთის მოცემული სიგრძის მონაკვეთის აგება. ანუ რა თემა არის, ასე შემიძლია დავაწერო. სათაური დავარქვი. მეორე არის რა, ნახეთ რა თემას შეეხებაო და ჩამომითვალა მათემატიკის სხვადასხვა მიმართულება. მე მოვძებნი geometry, იმიტომ რომ გეომეტრიაა ხო ეს? ჩამოვალ დაბლა რომ geometry მოვძებნო, აი geometry და მოვნიშნავ. ძიების ველში რო ადვილად მოიძებნოს. და გვერდზე დავაწყაპებ. ეხლა დაწვრილებით კატეგორია აირჩიო, აქ გეუბნევიან. თუ გინდათ აირჩევთ,
კარგი, აქ რა არისო ესაო, თქვენი კოლექცია, თამაშია, გაკვეთილია, პრაქტიკაა თუ სასწავლოა, რამე არისო და მოდი კოლექციას დააწყაპეთ. ჩემი კოლექციებია. რესურსების კოლექცია. ბოლო არის რა ენაზეაო და ეხლა დავწოვოთ ინგლისურად, თუნდაც ქართული მოწებნეთ ამბობა. და დავაწყაპოთ publish. აი ამას გამოქვეყნება. და ნახეთ, გამოქვეყნდა უკვე აქ დედამიწა გამოუჩნდა უკვე. ყველა შეუძლია ნახვა. ჩემს გვერდზე, თქვენს გვერდზე ვინც შევა. ეხლა სხვებს კი შეუძლიათ ნახვა, მაგრამ იმისათვის რომ ტრენერს გავუზიარო ან მოსწავლეებს რომ მივაწოდო, ნახეთ მისი გაზიარება როგორ შევძლო. დავაწყაპეთ ისევ ამ სამ წერტილს. ხედავთ? რესურსის დაბლა მარჯვენა მხარეს სამ წერტილს და share და გამოვიდა ბმული copy link. ეხლა ამ copy links რომ აიღებთ, ნახეთ რა გააკეთეთ. ეს ლინკი უნდა შეინახოთ Word-ის ფაილში და უნდა დავალებისთვის მოვემზადოთ. გავხსნათ Word-ის ფაილი. ჩავაგდოთ აი ამ Word-ის ფაილში paste. და ამას დავარქვათ სათაური. მონაკვეთის აგება. იგი წერტილზე share ეხლა ეს გაკოპირე. თვითონ არის, უბრალოდ copy links დავაწვე, ეხლა გადურჯებული დააწყაპებ და ჩასვით Word-ის ფაილში. ანუ დაკოპირდა ეხლა ეს თვითონ უკვე? კი ბატონო. დადექით მარჯვენა ღილაკით, დააწყაპეთ paste-ით და ჩაისნება. ხო, ლინკი ჩაჯდა. კი ბატონო, დააწყაპეთ enter და გააქტიურდება, galurjდება. galurjეთ? უნდა galurjდეს? კი, აჰა, კი galurj. კარგი, მოდი ახლა ეს ფაილი შევინახოთ, დავაწყაპოთ Word-ის ფაილი, დავაწყაპოთ files. შემდეგ დავაწყაპოთ save as Word-ის ფაილის შენახვა. შემდეგ დავაწყაპოთ desktop. შემდეგ ისევ desktop-ი, დავარქვათ ამას დღეს 3 და desktop-ზე შევინახოთ.